ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს. სავარაუდოდ სწორედ იმის გამო, რომ დასკვნის შინაარსი რთულად პროგნოზირებადი არ ყოფილა. ვენეციის კომისიის ექსპერტების ვრცელ დოკუმენტში მწვავე შეფასებების ამოკითხვით რეპრესიული კანონების არც ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი დღეს არ გაოცებულა. ბევრი არც თავის მართლების სტრატეგიაზე უფიქრიათ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საექსპერტო კომისია, ევროსაბჭოს წევრი საქართველოს მმართველებმა შეთქმულების თეორიების მონაწილედ გამოაცხადეს. სამწუხაროდ არის სრულიად დაცლილი ობიექტური შეფასებისგან ის დასკვნები, რომელიც ჩვენ ამ კომისიისგან მივიღეთ, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც პროქსი ძალის გამოყენების პერსპექტივა ცალკეული ძალების თვალსაზრისით კიდევ არსებობს. დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა, რაც კი ევროსაბჭოს ექსპერტებს ქართული კანონების თუ კანონ პროექტების შესახებ მოუმზადებიათ. ეს ის შემთხვევაა, როცა დოკუმენტში პირდაპირ მოწოდება სამოქალაქო საზოგადოების მედიის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების გაუქმების შესახებ. მთავარი შენიშვნა ქართული ფარას გრანტების შესახებ კანონის თუ მაუწყებლებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თვითნებურად აღსრულების რისკს უკავშირდება, რაც ხელისუფლებას მისით მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს. ამწოვებს სტიგმას, ამკვიდრებს მადისკრედიტირებელ იარლიყებს და წარმოადგენს არაპროპორციულ ტვირთს სამიზნე ჯგუფებისთვის. ეს ქართულ ფარას წოდებული აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ ჩანაწერია. არანაკლებ მწვავედ უყურებენ ექსპერტები მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტების გაცემა მიღების აკრძალვასაც, რადგან დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს ხედავენ. ვენეციის კომისიის შეფასება არის უმწვავესი და ასეთი იშვიათად ხდება ხოლმე, თუმცა ქართულ რეალობაში უკვე მივეჩვიეთ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკული შეფასებები იკეთდება იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაც ქართული ოცნება იღებს. ეს არ შეიძლება აღვიქვათ ცალ-ცალკე საკანონმდებლო რეგულაციებად. ყველა აი ამ შემზღუდველი კანონის მიზანი და არსი არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვა მოხდეს, დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაქრობა მოხდეს ამ ქვეყანაში და ვენეციის კომისიას სწორედ ესე აქვს დანახული, სწორედ ეს ამ კანონების მოქმედების ფარგლები. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სწორედ ექსპერტების მიერ დასახელებული საფრთხეებია მთავარი მიზეზი, რის გამოც რეპრესიული რეგულაციები ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონებად აქცია. ამ გამიზნული გადაწყვეტილებებით სამოქალაქო სექტორს, მედიას და პოლიტიკურ ოპონენტებს პრობლემები უკვე შეუქმნა. ეს კი იმ პრინციპებთან დაპირისპირებას ნიშნავს, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის მარტივი და აუცილებელი ჭეშმარიტება უნდა იყოს. რაც ვენეციის კომისიამ გითხრა, რასაც ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული კანონებით ვარღვევთ, არის ანაბანა და ფუნდამენტი ევროსაბჭოს წევრობის. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია თუ კი საქართველოს აქვს პრეტენზია რომ ის დემოკრატია, ესეთი რამე ხარ უნდა იყოს. ვენეციის კომისიის დასკვნების უგულებელყოფით კი მარტივ განაცხადს ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, არ გვაინტერესებს დემოკრატიული პრინციპები, არ გვაინტერესებს ადამიანის უფლებები. ყველა ეს კანონი მთლიანობაში და ცალ-ცალკე მიზნად ისახავს იმას, რომ მედიას და არასამთავრობო სექტორის მოკლებული იყოს დაფინანსების წყაროებს და აქედან გამომდინარე შეწყვიტოს არსებობა, ხოლო ფარა დამატებით ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სამოქალაქო სექტორის გარდა ვენეციის კომისიის ექსპერტების ყურადღების ცენტრში მედიისთვის უცხოური დაფინანსების უპირობო აკრძალვაც მოხდა, რაც მედია გარემოს და მის მრავალფეროვნებას ზღუდავს. პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ევროგაერთიანებების მთავარი პრინციპების იგნორირებას ინანებს, რადგან ქვეყანა ამ დონის იზოლაციაში დიდხანს ვერ დარჩება. მზადდება სახელმწიფოთა შორისი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის გამო, რომელსაც არღვევს ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ვენეციის კომისიის ეს დასკვნა აუცილებლად იქნება დამატებითი სამართლებრივი არგუმენტი ამ სახელმწიფოთა შორისი სარჩელისთვის და შეგახსენებთ, რომ ეს სარჩელი იქნება ქართული ოცნების რუსული რეჟიმისთვის არა უბრალოდ პოლიტიკურად სავალდებულო, არამედ სამართლებრივად სავალდებულო შესასრულებლად. თუ ქვეყანას უწერია დემოკრატიული მომავალი, მაშინ ესეთ კანონპროექტები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ შეუძლებელია წარმოუდგინოთ ქვეყანას, სადაც არ არსებობენ
რუსული პარტიები, არ არსებობენ კრიტიკული მედია საშუალებები, არ არსებობენ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ ქვეყანას შეიძლება უწოდოთ დემოკრატიული. ვენეციის კომისიის კიდევ ერთი მწვავე დასკვნა, რომელიც ამჯერად მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ კანონს ეხება უკვე ევროსასამართლოშია. ევროსაბჭოს ექსპერტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკუთარი ინიციატივით მიმართეს, რასაც ხშირად არაკეთებს. დოკუმენტი ქართული სამოქალაქო და მედია სექტორის დარჩილს დაერთვება.